ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურიშაძე გაგაცნობთ. საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისი დასრულდა. მანამდე მსვლელობა ქალაქის მთავარ გამზირზე გაიმართა. ალილოს მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე 2 საათზე შეიკრიბნენ და სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძნენ. ალილოს მონაწილეები გზაში რამდენჯერმე გაჩერდნენ, მათ შორის საპატრიარქოსთან, სადაც მსვლელობის მონაწილეებს ილია მეორემ უმასპინძლა. წელს ალილოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატები და ქვეყნის პირველი ლედი შეუერთდნენ. ალილო ამ დღეს დაიბადა იესო ქრისტე და ეხლა ჩვენ მივდივართ სამებაში, რადგან შევაგროვოთ შესაწერი. ქრისტე იშვა ჩვენს გულებში, ჩვენს სულებში და არის უდიდესი დღესასწაული ჩვენი ერისთვის და ყველა ქრისტიანისთვის. სრულიად საქართველოს მიულოცავ შობის დღესასწაულს, ქრისტე იშვა ჩვენს ქრისტიანულ სამყაროში და ულოცავ მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ქრისტეს შობას. ჩვენთვის როგორც სახარებიდან არის ცნობილი რომ წყემსებს ეხარათ ესე იგი ქრისტეშობა პირველი მათ მოისმინეს ანგელოსთა გალობა. აი ესეთი წყემსის ფორმები განასახიერებენ სწორედ მათ. აქ არიან მოგვის ფორმებში ჩაცმული ადამიანები, მოგვები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ, ვარსკვლავთ რიცხველები იყვნენ და მათ თაყვანისცეს ქრისტეს ბაგაში დაბადებულს. ასე რომ ეს ყველა ფორმები, თქვა პატარა ბავშვები ანგელოზების ფორმებში, ყველაფერი ეს გვახსენებს ღმერთის განკაცების ისტორიას. ეს ალილოს მსვლელობა გახლავთ ხარება სწორედ ქრისტეს შობისა. გილოცავთ ყველას. ჩემ ლამა საქართველოს ულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემ ხალხს მინდა უსურვო ჯანმრთელობა, ხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. სრულიად საქართველოს უპირველეს ყოვლისა ულოცავ შობის დღესასწაულს, სიყვარული, სიკეთე ყოფილიყოს თითოეული ადამიანის გულში, თითოეულ ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში. გუშინ პატრიარქის ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ამძიმებს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ამ დღეს ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, ეს სიკეთე სულად შევიცნოთ და ქრისტე დაიბადოს ჩვენს გულში. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ულოცავ დღევანდელ დღეს და ყველა მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს უსურვებ. დედაქალაქის პარალელურად ალილო გაიმართა რეგიონებშიც. ბათუმში მსვლელობის მონაწილეები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. მოიარეს ქალაქის ქუჩები. შემოწირულობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. მოევლინა წუთის სოფელში მაცხოვარი, რომელმაც გამოიხსნა ადამიანი და გახსნა სასოფლების კარები. დღეს სრულდება ალილოს მსვლელობა, მსვლელობის მონაწილეები განასახიერებენ წყემსებსა და ანგელოზებს, რომლებმაც სამყაროს ახარეს ქრისტეს მოვლინება. ყველას გილოცავ ჩობა, სუფლისა, ჩვენისა იესო ქრისტეცი, ჩვენს გულებში იშვას ქრისტე. ბედნიერების, სიხარულის, ხოვის ბარაქის მომტანი ყოფილიყოს და გალას დაგვასწროს ღმერთმა. ჩვენთვის ეს დღე რამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ჩემი ოჯახი ვართ გამოსულები მსვლელობაზე და ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. გილოცავთ ამ წყინვალე დღესასწაულს მრავალს დაესწარით. უფალი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი. საშობაო მსვლელობა მოეწყო ფოთშიც. შობის მახარებლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყოს და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს. მოქალაქეებთან და სასულიერო პირებთან ერთად ალილოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მსვლელობა ანდრია პირველწოდებული სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. დღეს არის ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ულოცავ თითოეულ ჰოთელს, ჩვენი ეპარქიის შვილს, სრულიად საქართველოს. ვისურვებ, რომ თითოეული ჩვენგანის სულებში შობილი იყოს ქრისტე, კიდევ მეტად შეხებოდეს საღვთომადლით თითოეული ჩვენგანის გულს და რასაც ჩვენი კიდევ მეტად გაკეთილშობილება მოყოლოდეს. გილოცავთ ქრისტესობას, აი ამ ლამაზ დღეს, მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, სიხარული, ბედნიერება და წარმატებები მთლიანად მთელ საქართველოს. შობის დღესასწაულზე ალილო გაიმართა ოზურგეთშიც. ტრადიციული მსვლელობაში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შემოწირულობებს დღის ბოლოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.
მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაული, გისურვოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა, წელსაც შეუერთდით ალილოს ტრადიციას, რომელიც აღდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით. ეს დღე აერთიანებს ადამიანებს, რათა დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი მზრუნველობა. გილოცავთ ოზურგეთიდან ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, დღე, რომელმაც კაცობრიობას სიყვარულის იმედისა და რწმენის უდიდესი გზავნილი მოუტანა, ულოცავ მთელ საქართველოს და უსურვებ მშვიდობას. ყველას გილოცავთ ქრისტესშობის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი ზეიმი ყველა მართლმადიდებლებისთვის. ყველა მართლმადიდებელი აღნიშნავს დღეს ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს გვაქვს ალილო, თქვენ იცით, ეს არის მოწყალების ერთ-ერთი ფორმა და დღეს ადამიანები გამოდიან სიკეთე-საკეთებლად. შეაგროვებენ ვისაც რა შეუძლია და აურიგდებათ გაჭირებულ ადამიანებს. მსვლელობა მოეწყო გორში, სატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ალილოს მონაწილეებთან ერთად ქალაქის ქუჩები აკურთხა. სტიქაროსნებმა მოქალაქეებს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ბარათები დაურიგეს. მოგილოცავთ ყველას ქრისტესშობის დღესასწაულს. ყველა ქრისტიანისთვის ძალიან სასიხარულო დღეა. მოვედით ბავშვებთან ერთად, სამრევლოსთან ერთად და მოგილოცავთ კიდევ ერთხელ მრავალს დაესწარით. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს გორის მაცხოვრებლებს, ასევე მინდა მიულოცო დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ჩვენ დღეს ყველა გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები საკათედრო ტაძრის ეზოში ვიკრიბებით, რათა მონაწილეობა მივიღოთ სახალხო მსვლელობაში. ეს არის დღე სიხარულის, იმედის, რომ ყველაფერი კაცობრიობას საბოლოოდ იქნება გამარჯვებული ბოროტებაზე და გამარჯვებული ეშმაკზე და ყველაფერი კარგად იქნება. გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ქრისტიანული ღირებულებების დაცვა, როგორც მთავარი ორიენტირი და ყველაფრის უფლების თავისუფლებასთან გაიგივება, როგორც გამოუსწორებელი შეცდომა. ეპისტოლეში აქცენტი კეთდება სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებაზეც და ნათქვამია, რომ ეს დღევანდელობის ურთულესი გამოცდა. პატრიარქის ცხეთა თბილისის მთავარების გაბოსის და ბიჭვინთი და ჩვენი ქვეყნის სიტყვის თავისუფლებას ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინ ჩერდებს სიმართლის გზით უფლისაკენ ღირსეულსვლას, დათმენასა და პატიებას. ვინც ნებისმიერ ადამიანში ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს. იაკობ მოციქული გვაფრთხილებს: ბოროტი ენა ცეცხლია, სისხლის სამკაული. მას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენი სხეულის ნაწილებს შორის, რომ ბილწავს თელს სხეულს. იგი აღვირახტილი ბოროტებაა, სავსე მომაკვდინებელი გესლით, ხოლო ვინც არ ცოდავს სიტყვით, ის სრულქმნილი კაცია. უფალი თავს არაფერს გვახვევს. ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც ის ათნოებს, ის მიეცემა. შენ შეგეშინდება სახარებისეული უფლის მცნებების, მოციქულთა და წმინდა მამათა დარიგებების მიხედვით შენი ცხოვრების განახლებისა. წინააღმდეგი იმ უკეთო სურვილებსა და მიდრეკილებებს, რაც ღვთის მიერ დადგენილი წესების მტრად გაღწევს, რაც შენს რწმენას აზიანებს, რყმნის და მას უნაყოფოსა და უსარგებლოს ხდის. იღვაწე და იბრძოლე სიცოცხლისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის, ღვთისაგან შენთვის ბოძებული შესაძლებლობების გამოვლინებისა და აღორძინებისათვის. უფალს შენთვის ისეთი ჯვარი არ მოუცია, რომლის წარებასაც ვერ შეძლებ. მას მოინდომე და იცხოვრე არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონებით, რათა განიღმრთო და მარადიულობაში იხარო. საშობაო ეპისტოლეში საუბარია ადამიანზე, მის ღირსებებზე, ქრისტიანული ღირებულებების დაცვაზე, ერთიანობაზე, სულიერებასა და სამოქალაქო წესრიგზე. პატრიარქი წერს მშვიდობის მნიშვნელობაზეც. დღეს უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი. დადუმდნენ მოუპა ექრეთა გუნდნი, შური და ღვარძლი, ნათქვამია ეპისტოლეში.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარ ჩვენთვის არ განუსაზღვრავს. მოყვასი კეთილი უნდა იყოს თუ ბოროტი, წარმატებული თუ წარუმატებელი, მდიდარი თუ ღარიბი, გონიერი თუ უგუნური. ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი, ეს ერთადერთი, მაგრამ სინამდვილეში მრავლის მომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესაძლებლად. უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიაზროთ და მისნი გავხდეთ. ერთი შეხედვით თითქოს იოლია ამ ცნების ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი სასწური და მახია დაგებული. და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით საკუთარი თავი კი მართალი გონია. მაგალითად დღეს სიყვარულზე და თავისუფლებაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინ ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ. საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაღდრე მიტროპოლიტმა შიომ სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა. ტაძარში მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა საქართველოს დღესასწაული მიულოცა. მინდა თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს მიულოცო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. ასევე ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ ყოფს მიულოცო განსაკუთრებით ქრისტეშობის დღესასწაული და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს. მიულოცო და მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ჩვენ ერში ესე მტკიცედ და მყარად არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანობა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, გლობალური გამოწვევები, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ჩვენი ერის გაერთიანებაზე. დღევანდელი დღე სწორედ იმის მომასწავებელია, რომ უფრო მეტი სიყვარული იყოს ჩვენს ერში და უფრო მეტი რწმენის სიყვარული. რატომ ვიზახი ამას? იმიტომ რომ უდიდესი დღესასწაულია დღეს ქრისტეშობის და არ არსებობს სხვა ამაზე დიდი მოვლენა კაცობრიობაში ვიდრე დღევანდელი დღე. საქართველოს დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში სწორედ თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, თავისი სამშობლოს გამოწვევებს აყენებს პირველ რიგში და ასეც გაგრძელდება. პირველ რიგში რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს გარშემო, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი და ასეც გაგრძელდება. მე მინდა დავამშვიდო, დავაწყარო და კიდევ ერთხელ მიულოცო ჩვენ საზოგადოებას დღევანდელი დღე და ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე და გვჯეროდეს ერთმანეთის. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ შობა 25 დეკემბერს უნდა აღინიშნოს. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა საქართველოს შობას აღნიშნავს 25 დეკემბერს ქრისტიანული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად. აგერმე და აგერ თქვენ თუ ეგრე არ მოხდება, წერს სააკაშვილი. ამ განცხადებას სპეკულაცია დაფასებენ მმართველ გუნდში. ეს არის ესეც ცდილობა არის, რომ საზოგადოებაში შემოიტანო რაც შეიძლება მეტი უთანხმოების საკითხი. ესეც მოდის გარედან, ჩვენ ვნახეთ NGO-ები, რომელიც ზუსტად ამ იდეოლოგიას თესავენ, რომ ნუმეროლოგიით არიან დაკავებული, რომ საზოგადოება ხალხი არ უნდა თანხმდებოდეს 25 დეკემბერი, 7 იანვარი, 8 მაისი თუ 9 მაისი გახსოვს შარშან ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით 9 მაისი არც კი მიულოცეს ქართულ ხალხს. მადლობა არ გადაუხადეს ერთი სიტყვით ევროპელებმა ქართველებს, რომელსაც 300,000 ადამიანი შეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. აქაც ამიტომ აკეთებენ, რომ ვერ უნდა შეთავდეს ხალხი 8 მაისი, 9 მაისი, 7 აგვისტო, 8 აგვისტო, 25 დეკემბერი, 7 იანვარი. ეს ყველაფერი არის ის მავნე გარე ჩარევა,
რომელსაც აქამდე ამერიკის წინა ადმინისტრაცია უდგა თავში და დღეს ევროკავშირი არის დაკავებული ზუსტად ამ მავნე პრაქტიკით საქართველოში ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის ყველაფერი დააკვირდით. სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. ბრიუსელმა უნდა შეცვალოს პოლიტიკა, უნდა შეიცვალოს, თორემ სხვა შემთხვევაში თვითონ გადაიჩეხებიან, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ ჩაგვიყოლიონ იმ ცივილიზაციურ ურთულში, სადაც მიაქანებს ბრიუსელი დღეს ევროკავშირს. საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას გამოიხმაურა. უწყება კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ნებისმიერ დროს შეხვდეს ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები. პროკურატურა ასევე მზადაა ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. განცხადებაში წერია, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია 4 არასრულწლოვანი. მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. სამს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ასევე გამოძიება გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. სამართალდამცველებმა აღკვეთეს საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტი. დაკავებულია ისრაელის მოქალაქე. თბილისის აეროპორტში დაკავებულს ბარგის შემოწმებისას ამფეტამინი აღმოუჩინეს. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა. შავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 1 დეკემბრიდან ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. ის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით ქვეყანაში ინფლაციის დინამიკა დამაიმედებელ ტენდენციას ინარჩუნებს. დეკემბრის მდგომარეობით მთლიანმა ინფლაციამ 4% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია. ცენტრალური პროგნოზი, რაც არის მთავარი ორიენტირი გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრალური სცენარის მიხედვით ინფლაციას ეტაპობრივად ნორმალიზება უნდა დაეწყო წლის ბოლოდან და ჩვენი მოლოდინით 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება. ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით 4% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით არის შემცირებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომები არის მიზნობრივი 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალი. მაგალითად, საბაზო ინფლაცია, რომელიც ყველაზე მერყევს სურსათის, ენერგორესურსების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს მთლიანი ინფლაციიდან, დეკემბრის მდგომარეობით 1.6% არის. ასევე მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ არის. ზიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 235 ოჯახს დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლებს შეუსყიდის. სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახების სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე არჩევენ, რისთვისაც მათ 6 თვიანი ვადა ეძლევათ. 2025 წელს სააგენტომ 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა. სააგენტო დღეს მიიღო გადაწყვეტილება და კიდევ 235 ეკომიგრანტს დაუკმაყოფილა თხოვნა და ისინი დღევანდელი თარიღიდან მოყოლებული 6 თვის მანძილზე შეარჩევენ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სახლს და სააგენტო რა თქმა უნდა დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მათ ამ სახლს შეუწევს. მთლიანობაში მინდა გითხრათ, რომ 500-ზე მეტი ეკომიგრანტი დაკმაყოფილდა 2025 წელს სახლებით. კომისიამ დაასრულა მუშაობა და 235 ეკომიგრანტ ოჯახთან დაკავშირებით მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. ამ ოჯახებს ჩვენ საცხოვრებელ სახლს უახლოეს მომავალში შევუსყიდით. ამ პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 500-ზე მეტ ოჯახს შევუსყიდეთ საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე ასეული ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს. უამიდობის გამო შარლ დე გოლის აეროპორტში 100-მდე ფრენა გადაიდო. დიდთოლობის მიზეზით 40-მდე რეისი გაუქმდა ორლის აეროპორტშიც. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მოყენული გზების გამო პარიზის და დედაქალაქის გარეუბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდა. მუშაობას განაგრძობს მეტრო. ფრანც 24 წერს, რომ ბოლო დღეებში საფრანგეთში ამითთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
პარიზის სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება. შპიგელმა გავრცელა ცნობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს იმ მოსამართლეების დასანქცირებას, რომლებმაც გაზაფხულზე ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარი ლეპენი ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავე ეცნეს და 5 წლით აუგზავნეს პოლიტიკური თანამდებობის დაკავება. პარიზში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის მოკავშირეებმა დეკლარაცია მიიღეს. გადაწყვეტილებას ელისეის სასახლეში მოეწერა ხელი. მსურველთა კოალიცია და ამერიკა თანხმდებიან, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იზრუნებენ. მაკრონის ინფორმაციით შექმნება ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმი. გათვალისწინებულია უკრაინის არმიის გადაიარაღება. პარიზი და ლონდონი კი უკრაინაში სამხედროებს გაგზავნიან. Cette réunion სურველთა კოალიციის ეს დეკლარაცია პირველად აღიარებს ოპერაციულ თანხმედრას იმ 35 ქვეყანას შორის, რომლებიც მსურველთა კოალიციას წარმოადგენენ. ეს გარანტიები არის ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს, რომ რომელიმე სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის კაპიტულაციათ ან მისთვის ახალი საფრთხის წყაროდ იქცეს. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, მსურველთა კოალიციის სრული შემადგენლობა იზიარებს ერთ მიზანს: მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში. ამ კონტექსტში ამერიკული მხარის მხარდაჭერა და მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია მრავალი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის. ბოლო თვეებში ჩვენ შევიმუშავეთ თანმიმდევრული და მყარი გეგმა. ამერიკამ მოგვიწოდა მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მზად ვართ გავაგრძელოთ. პრეზიდენტ ტრამპის მანდატი ნათელია. ესაა მშვიდობა უკრაინაში და ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ. ფაქტობრივად დასრულებულია უსაფრთხოების პროტოკოლებზე მუშაობა. უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, ომის დასრულება საბოლოო იქნება. პარალელურად ძალიან ახლოს ვარ ძლიერი ეკონომიკური შეთანხმების დასრულებასთან, რომელიც კონფლიქტის შემდგომ უკრაინისთვის უპრეცედენტო პერსპექტივას შექმნის. ძლიერი ეკონომიკა პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინას ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცევს. ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთული თემაა. დისკუსიები გრძელდება და ვცდილობთ მივახციოთ შესაძლო კომპრომისებს. დღეს მონიტორინგის საკითხზე ამერიკელების გუნდთან საფუძვლიანი და შინაარსობრივი საუბარი გქონდა. იმისთვის, რომ მშვიდობის დარღვევა არ მოხდეს, ამერიკა მზად არის ამ მიმართულებით იმუშაოს. მჯერა, რომ სურველთა კოალიციის უსაფრთხოების გარანტიები ქმედითი იქნება. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს გარანტიები იურიდიულად სავალდებულო გახდეს. ყველაზე რთული საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ დასამუშავებელია, ტერიტორიებია. ჩვენ განვიხილეთ გარკვეული იდეები, რომლებიც შესაძლოა ამ პროცესში დაგვეხმაროს. უსაფრთხოების გარანტიის ფარგლებში უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის იტალია განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აკეთებს. განცხადება მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ იტალიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა გამოსცა. პატივს მიაგებენ დაღუპულ სამხედროებს. ოფიციალური კარაკასის ინფორმაციით პენტაგონის სპეცოპერაციას 20-ზე მეტი ოფიცერი ემსხვერპლა. ტრამპმა დაწერა, რომ დროებითი ხელისუფლება ამერიკას 30-დან 50 მილიონ ბარელამდე ნავთობს გადაცემს. მედიის ინფორმაციით ამერიკა ასევე ითხოვს ექსკლუზიურ უფლებებს ნავთობის მოპოვების სფეროში. ამერიკის რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობ ტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებს. როიტერის ინფორმაციით ოპერაცია ატლანტის ოკეანეში ისლანდიის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარეობს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების დროს ტანკერის მახლობლად რუსული წყალქვეშა ნავი ცურავდა. როიტერი ასევე წერს, რომ ამერიკის სანაპირო დაცვამ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავთობ ტანკერი დააკავა. მასობრივი პროტესტის დაწყების შემდეგ ირანში დემონსტრაციებზე 35 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაკავებულია 1200 ადამიანი. აქციები დეკემბრის ბოლოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაიწყო. მოქალაქეები სახელმწიფოს მართვის პრინციპების გადახედვას და ქვეყნის სულიერი ლიდერის გადაყენებას თხოვენ.
ალეპოში სირიის არმიასა და სირიის დემოკრატიულ ძალებს შორის დაპირისპირება განახლდა. სირიის არმიამ ალეპოს ქურთული რაიონები დახურულ საომარ ტერიტორიად გამოაცხადა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სანას ინფორმაციით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა საცხოვრებელი უბნები დაბომბეს და ახლა მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. სირიის დემოკრატიული ძალები ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შეტევა სამთავრობო ძალებმა განახორციელეს. და ბოლოს კვლავ საქართველო მეგა შოუ საქართველოს ხმის მეორე სეზონის გამარჯვებული დათუნა მესტვირიშვილი გახდა. მან 210.140 ხმის 59% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხმის ტიტული და მთავარი პრიზი ბინა დაიმსახურა. ფინალისტებმა ორკესტრთან ერთად ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს. მადლობა ყველას, ვინც ჩემ გვერდით დადგა და ვინც გულშემატკივრობდა და შოქში ვარ, ემოციებს ვერ გამოვხატავ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს რაღაც მოხდა და მადლობა ყველას. ეს ყველაფერი იყო ჩემთვის პირველი ცხოვრებაში, ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო საქართველოს ხმით. ძალიან, არ ვიცი, კარგი მოგონებები დამიტოვა, გამზარდა. და არ ვიცი, მართლა ახსავსე ვარ ემოციებით. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა მოვისმინეთ, ყველას გულშემატკივრობდით. რაც ყველაზე მთავარი არის, მთელმა საქართველომ გაიგო ამ ახალგაზრდა ადამიანების ხმები, რომელთაც აქვს წინ ძალიან დიდი მომავალი. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.G კურიერი კი გემშვიდობებად 9-მდე. დროებით.